Maestros და მაგთის ერთობლივი პროექტისთვის კი თითქმის ყველაფერი მზად არის. მონაწილეები, რომლებსაც მაყურებელი ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდა, ხვალ უკვე სცენაზე აღლეთ. 18 ახალბედა მუსიკოსი მაყურებელთან შეხვედრას და ჟიურის შეფასებას ელის. გენერალურ რეპეტიციას კი მაგთიკომის პრეზიდენტი დევიდ ლი ესწრებოდა. მზადება კონცერტისთვის კი ნახეთ უკვე თამარ გრძელიძის და ლევან თურქიას რეპორტაჟში. Ტელეკომპანია Maestros სტუმარი მაგთიკომის პრეზიდენტი დევიდ ლია. დღეს ის ერთობლივი პროექტის მონაწილეებს პირველად შეხვდა. იცით, მალე იწყება ახალი პროექტი მაგთიფანი. მე ბენიარი ვარ, იმიტომ რომ Maestro და მაგთიკომი პარტნიორები არიან და მე ვფიქრობ, ეს პროექტი იქნება ყველაზე უფრო საინტერესო წარმატებული საქართველოში. მაგთიკომისა და ტელეკომპანია Maestros ერთობლივი პროექტისათვის შერჩეული მონაწილეები სპეციალურად მათთვის დამონტაჟებულ სცენაზე რეპეტიციებს რამდენიმე დღე აკადიან. ის ცოდნა, რომელიც მათ კასტინგების შემდეგ პედაგოგებთან მუშაობისას შეიძინეს, ხვალ უკვე სცენაზე უნდა გამოიყენონ. Საზრუნავდით რეზერვით ცალკე, 10 ძირითადი ცალკე და ეს ხებია, რაც გამოვიდით სცენაზე, გადავიდით ახლა სცენის მოძრაობებზე, მიკროფონთან მუშაობა, აპარატურასთან მუშაობაზე. და ესე მომზადებ, ხვალშევდივართ, შემართებით. შანსი 18 ახალბედა მუსიკოსისთვის, რომლის გამოყენებასაც თითოეული მათგანი ეცდება. აქ კონკურენცია დიდია, გზა გამარჯვებისკენ კი ერთი, შრომა და საკუთარი ნიჭის წარმოჩენა. მაგთიფანის პროექტს 10 ძირითადი მონაწილე და 8 რეზერვისტი ყავს. ყველა მუსიკოსი 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურ მოსამზადებელ კურსს გაივლის. მათ უკვე შეურჩიეს იმიჯი, რომელიც თითოეულ კონკურსანტს ინდივიდუალურობას ანიჭებს. სანამ გავიგებდი, რაც სიმღერების მომცეს პირადად მე და სხვებსაც, თუნდაც ძალიან გამიხარდა იმისი, რომ რაღაც ნორმალურ შოუში მოვხდი, რაც თქოს რაც მინდა და ყოველთვის. პლუს ამას, საშუალება ვინც თქვა წერს თავის მუსიკას, საშუალება გვაქვს, რომ წარმოადგინოთ ეს ყველაფერი დიდ სცენაზე. ვიდრე კონკურსანტები კონცერტისთვის ემზადებიან მაგთიფანის სახლში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ტელეკომპანია Maestros-სა და მაგთის ერთობლივი პროექტის მაგთიფანის მონაწილეთა სახლია, სადაც ისინი 3 თვის განმავლობაში იცხოვრებენ და სადაც მათ მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარდებათ. მოგეხსენებათ, მაგთიფანი ერთადერთი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს გამარჯვებულ შექმნას საკუთარი ბენდი. სწორედ ამიტომ მათ ცეკვაც ისევე კარგად უნდა იცოდნენ, როგორც სიმღერა. სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება მაგთიფანის დირექტორის კაბინეტშიც. ზაზა ხუციშვილი აქ საკმაოდ დიდ დროს გაატარებს. მინდა რომ მაქსიმალური კონტაქტი მქონდეს კონკურსანტებთან, მონაწილეებთან. ვეცდები ჩემი გამოცდილება გაუზია, რომ მინდა კონტაქტი მქონდეს პედაგოგებთან. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ის, რომ თითოეულ კონკურსანტს მივცეთ საშუალება თავისთავად საუკეთესო თავისი თვისებები გამოავლინოს ამ პროექტში. ახლა კი მოდით ერთად ვნახოთ სახლის ის ნაწილი, სადაც 3 თვის განმავლობაში კონკურსანტები ცხოვრობენ. ამ კედლებში მაგთიკომისა და ტელეკომპანია Maestros პროექტის კონკურსანტები 3 თვის განმავლობაში რამდენიმე სპეციალურად დამონტაჟებული კამერის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ. ყველაფერი კი ხვალ 22 საათზე დაიწყება. პირველი კონცერტის შედეგები აქ შეჯამდება. ამას მაყურებელი უკვე ხუჩაბაც. ტელეკომპანია Maestros საღამოს ეთერით შეიტყობს.